მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს კვლავ მუშაობას. ბათუმის დრამატულ თეატრში შეხვედრა აღმოჩნდა ხანმოკლე ნუკრი ქანთარიამ მოულოდნელად დატოვა შეხვედრა მსახიობებთან, მან მედიასთან ძალიან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, სწორედ ამიტომ დატოვა მან. აი ეს არის შეხვედრა, სადაც ეხლა თქვენ ისმენთ მსახიობების მოსაზრებას. რეპეტიციას დამინიშნავს და თუ არ მოვალ გამაგდა რას ქვია რეპეტიციას დამინიშნავს ის მომკვდარა კაცო ვინ არ მომკვდარა და რეპეტიციები გრძელდება რას მეუნები რა არ არის ნორმალური შვილი არ ვაიმე რას ისულელეს იძახი რამას ჭიკვაძე მოკვდა და რობიკოსტურია არ ყოფილა იმაზე და რა ეხლა როგორ შეიძლება ესე ადამიანს ქალბატონო მაგა თქვენ რა პოზიცია გაქვთ როგორც აღმოჩნდა თქვენ ხართ ერთ-ერთი ამ ეტაპზე ვინც განსხვავებულად ფიქრობს არაფერს განსხვავებულად არ ვფიქრობ არაფერს მე ვფიქრობ ერთადერთი რამე რაც შემიძლია გულწრფელად თქვა კიდევ ერთხელ უსამძიმრებ დას იმიტომ რომ მე ეს ადამიანი იყო ამ დასის წევრი ბათუმელი ნიჭიერი ადამიანი რომელიც გარდაიცვალა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი მესმის მსახიობების აბსოლუტურად იმიტომ რომ მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს პირადად მაგრამ მესმის რომ ძალიან გულისტკივად ამ შემთხვევაში რა მინდა რა შემიძლია ვთქვა ანუ ვის აი ვიღაცის აი ხო შეიძლება რომ თქვა რომ მაგალითად მე პასუხს ვაგებ და შემიძლია ვთქვა ვიღაცის მაგივრად ხო აი ეგეთი სიტყვა ხო არა შენ თავზე უნდა აგო პასუხი მაგრამ მე ამ შემთხვევაში ერთადერთი რამის თქმა შემილია პასუხი შემიძლია ვაგო და ვთქვა ერთი რამ რომ თუ აქ ბატონ ალექსანდრე ქანთარიაზეა ლაპარაკი რომ არ მიიტანა გულთან ახლოს ადამიანის გარდაცვალება იმიტომ რომ არ ჩამოვიდა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი აი შემიძლია პასუხი ვაგო რომ ადამიანმა აუცილებლად მიიტანდა გულთან ახლოს. იმიტომ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და რა გააკეთა მან ამ შემთხვევაში თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ აღწერთ და თქვენ როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს რომ ის არ ესწრებოდა კოლეგის პანაშვიდს მათ შორის სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნა მან სამძიმრის წერილი. ერთი რამე მინდა ვთქვა რომ როდესაც თეატრი აქვეყნებს განცხადებას ის აუცილებლად ყველაფერი თანხდება სამხატვრო ხელმძღვანელთან, ამ შემთხვევაში დირექტორთან. შესაბამისად, ნუკრი ქანთარიას გარეშე არ იქნებოდა ეს სამძიმრის წერილი და დარწმუნებული ვარ ბატონი ნუკრი იმ განცხადებაში თავის გულწრფელ წუხილს აუცილებლად მე მჯერა. არ იყო ამ წერილში აღნიშნული რომ ხელმომწერი არის მათ შორის ნუკრი ქანთარია. მას შეეძლო პერსონალურადაც გამოექვეყნებინა საკუთარ სოციალურ ქსელშიც, ხო? რაც არ გააკეთა მან. არა, ეს რა თქმა უნდა პირადად მე მაგალითად ვიყავი მოსული სამძიმარზეც გასვენებაშიც, მაგრამ პირადი წერილი არ გამომიქვეყნებია და ამიტომ ეს პირადი წერილი გამოაქვეყნა თუ არ გამოაქვეყნა, ამის მიხედვით ვერ მიმჯელებს ადამიანს გული დაწყდა თუ არა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თეატრმა დახმარებაც გააკეთა და კარიც გაუღო რომ ოთო ქათამაძეს ბოლო წუთები და წამები და საათები თავის თეატრში დასვენებული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ თეატრი არის სახელმწიფო სტრუქტურა და შესაბამისად სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის გარეშე ესეთი რაღაცები არ ხდება, ხო? ამიტომ ის რომ ბატონ ნუკრიმ თქვათ არ გამოაქვეყნა წერილი, ჩვენ ამას ვერ ჩავთვლით, რომ მას გული არ დაწყდა. რა მიზეზი ქონდა, რომ ვერ მოახერხა სამძიმარზე მისვლა და გამომშვიდობება კოლეგასთან? იცით რა არის, მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი სამხატვრო ხელმძღვანელი ბევრი მსახიობის გაკრძალვაზე არ ყოფილა. და ამის გამო იცი აი მაგალითად
მახსენდება ესეთი რაღაცა, თუმცა ზუსტად ეხლა ვერ, რა საჭიროა რომ თქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი სამხატვრო ხელმძღვანელი სახელგანთქმული დიდი არტისტის აქ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სახელგანთქმული თუ სახელგანმოუთქმელი არ ყოფილა და ასეთი ამბავი არ ამწყდარა. მე აქ უბრალოდ უფრო სხვა რაღაცას ვხედავ, ალბათ იმ მიუღებლობას, ბატონი ნუკრი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, წერილს დაწერდა თუ არ დაწერდა, ალბათ რა ვიცი მე, როცა იცი რა არის, მე შენ არ გიღებ, ხო? არ მომწონხარ, არ გიღებ. ჩემთვის შეიძლება ყველანაირი მიზეზი საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მე ავტეხო ამბავი. მე მგონია, რომ როგორ გითხრათ, პასუხს ვაგებ, რომ ბატონ ნუკრის ქანთარიას ძალიან დაწყდა გული ის, რომ ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. მაგრამ რაში გამოიხატა? ნებისმიერი ადამიანს, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება გაახარებს, ის არის არა ადამიანი. ამაზე არც ვინმე საუბრობს, რომ მას უხარია, ვინმე უხარია ადამიანის გარდაცვალება, უბრალოდ ქმედება იყო ისეთი, რასაც საზოგადოება ვერ ხსნის და მათ შორის არ ფასდება დადებითად. ის რომ არ დაესწრო ის სამძიმარს, მათ შორის პირად გვერდზე არ გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი და საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, მათ შორის დასაცავად სამართლიანი კითხვა, რომ რატომ არ იყო ის, რა მიზეზი ჰქონდა ასეთი. ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ, დასის კრებებზე არასოდეს არ ყოფილა მათ შორის მეგობრული და კარგი დამოკიდებულება, მაგრამ ყოველთვის მახსოვს ბატონი ნუკრის ძალიან კორექტული დამოკიდებულება მის მიმართ, არასოდეს არ გაულანძღავს ოთო, არც მიუხედავად იმისა, რომ ოთოს თქვათ რაღაცა შეძახილები ყოველთვის ქონდა. არაერთხელ დასაჯა მისი კრიტიკული პოზიციის გამო, ხომ ვიცით? ესე მეც დამსაჯა, ვერ მონაწილეობა ვერ მივიღე სპექტაკლში და ფინანსური სანქციაც შეეხო მას, მათ შორის გაფრთხილდა. 4 თვე არ ვიყავი თეატრში და დღეს წარმოიდგინეთ 4 თვე მსახიობს ხელფასი და საერთოდ მომხსნა. დამიშვა საერთოდ მე ბათუმის თეატრში აღარ ვიყავი. მაგრამ მე მივიღე ეს და ეხა, იმიტომ რომ მონაწილეობა ვერ მივიღე სპექტაკლში. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მსახიობის ვალია, რომ თეატრში რომ არის, უნდა ითამაშოს სპექტაკლში. ალბათ მაგა, თქვენ ახლა ხართ მარტო, განცალკევებით. რატომ არა ხართ თქვენი კოლეგების გვერდით და რატომ არ იზიარებთ მათ პოზიციებს? მე ჩემი კოლეგების გვერდით ვარ ყოველთვის, ვიყავი ყოველთვის თხუხარებაშიც და სიხარულშიც. ამ შემთხვევაშიც ასეა. ასე არ არის. ხედავთ, აი სხვები არა, თქვენ უპირისპირდებით ამ ადამიანებს და ცდილობთ ნუკრი ქანთარიას ქმედების გამართულებას. გინდა რომ ესე იყოს? არა, ეს ფაქტი არის, ქალბატონო. არ არის ფაქტი ხა, რა ფაქტია, რა უნდა გინდა თუ არა უპირისპირდებით. მაშინ გვითხარით თქვენი კოლეგების კრიტიკულ მოსაზრებებს რითი ახსნით? რას კრიტიკულ მოსაზრებებს როგორ ახსნი? რას? ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჩამოვიდა. იმის წინამორბედი ჩამოვიდა. 2 დღის შემდეგ ჩამოვიდა 20-ას გასვენების. რა უშლიდა ხელს? 2 დღის შემდეგ. რატომ ჩამოვიდეს? კი, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩამოსულიყო, მაგრამ ადამიანი ვერ ჩამოვიდა. აი, ყველა არ ჩამოვიდოდა. ვეთქვით თქვენი კოლეგების მოსაზრებებზე, რაც გამოიწვა. ვერ ჩამოვიდა. მერტო ყველა და ვიფაროს, მაგა ოჯახის წევრი რო გარდაგვეცვალა და რო არ დავხდა სამძიმარს. აი, იგივე რასწია სადიყო, ასეთად მეცხოვერ ჩამოვიდა. 20-ია იმ დღეს კი არ დავხდა. ეს მე იმას ტელევიზიაზე გამოდი აქეთ, რა всё, დავამთავრეთ. კარგი ძალდებოდი. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ნუკრი ქანთარიას გადაწყვეტილებაზე, თქვენი მოსაზრებაც? ერთი წუთი, მაგრამ ყველაფერს გეტყვით. აი, ერთი წუთი გვინდა, გითხარით და всё, დავასრულოთ. ასე გავისაუბრებ და გამოვალ გარეთ და ჩაგეწერებ. ასეკებია. ხელს გვიშლით ეხლა. თქვენ ვიშლით, ჩვენი გასის თქვენ არა ხართ ხელმძღვანელი არა ხართ. ხიობი ვარ ამ თეატრში და ასეკებია. გამპავლენეთ გეუბნები. ხელს გვიშლით ბატონო, ხელს გვიშლით ძალიან. ოჯახი ვარ, რატო გვივარდებია ამის დედავატი? რა შეგიძლიათ? რითი მითხარი? რითი გიშლის? მე არაფერს არ კითხვების დასმა ხელშეშლა ბატონო.
ცოტა ვერ გავიგე. კითხების ასმა. კი ბატონო, ხანდახან ხელშეშლაცაა. რაში გვაცალე ოჯახი ვარ ჩვენ და გვაქვს რაღაცა ერთმანეთში მოსაგვაროდი. გვაცალე და მე მობძანდი ჩემ ბატონო. შეგეწერებით გამოვა, გადროვე ერთი ასაგებია ბატონო, ჩვენ ხელს მარჯვეში. შეგიძლიათ გააგრძელოთ? შეგიძლიათ. რატომ უნდა დაგტოვოთ? ეს საჯარო შეხვედრა. მაღაშალიკაშვილი გაუშვა და ეხლა ხანს მიიღო და ალბათ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ თანამოაზრეები, მეგობრები ბჭყალებში შემოაყდა სამხატვრო ხელმძღვანელს დღეს მოწვეული მსახიობებიც კი დაიბარა, იმდენად უსუსურად არა, მაკა როგორც ვიცი უკვე შტატშია, მაგრამ ბავშვები, ბიჭებია თქვენ გარეთ ვერ შეხვდებით ერთმანეთს, ან სხვა დროს ვერ შეხვდებით, ეხლა აი შეხვედრა შიგნით შეუძლებელი არის, იმიტომ რომ მსახიობთა მცირე ნაწილი ცდილობს, რომ მედიამ არ გააშუქოს ის პროცესები, რაც ვითარდება ახლა შიდა ტერიტორიაზე. მომისმენ როცა მე ვსაუბრობ თუ შეიძლება თავი შეიკავეთ კომენტარების და იმიტომ რომ როცა თქვენ საუბრობდით მე ხმა არ ამოიწია ძალიან გთხოვ რა ანუ ძალიან გთხოვ გაუჩერდეთ ეს არის ჩემი აზრი და მოდი პატივისცემ იმიტომ რომ მე თქვენ არ შეგაწყობინეთ როცა საუბრობთ მე ვამბობ ფაქტს ამ თვითას მე რას იზამბე ასუსვალია მე გირო გული როგორ არ დაწყდებოდა ადამიანი გარდა არ შეიძლება სამწუხარის გამოხატვა ადამიანს ვისაც ეს გაუხარდება ის ხო არა ისი რა გაკეთა ვიყავი მთაშიო და ხო და ვერ ჩამოვიდა რობიკოს ტურუაც არ ყოფილა კახიკავსაცის დასაფლავებაზე და იმაზე რა მოხდა ამის გამო ვინ ვის იმაშება გული არ ეთკინა თქვენ ამის გამო ჩამოხვედით დღეს ამ შეხვედრაზე რომ ამ შეხვედრას დასწრებოდით მე კრებაზე ვარ თქვენ რამდენი ხანია რაც ჩვენთან ხართ მე ყოველთვის პატივისცემით და მე პატივისცემით თანამოაზრეები აღარ ყავს დაში და აი თქვენ და არა გაშუაში არ არის ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი და კრიზისი არავინ არ უჭერს მხარს ყოველთვის პასუხს რაში უნდა დაუჭირო ან არ დაუჭირო აი რა იმაში უდიდეს პრობლემაში ხო რა უდიდეს რაც არა არის უდიდესი პრობლემა ერთმანეთს რაც იყო ანუ დაპირისპირებული დასთან როდესაც ასეთი კომენტარი არის მე ვიხილებ სტრუქტურას როდესაც ვიყავი 20 სამძიმარზე მე დავინა აი როგორ არ ვიქნები ამაში ეს როგორ არ ვიქნები ადამიანმა აი მე თუ ჩემო რას ქვია არ ვიქნებოდი კაცი გარდაიცვალა როგორ და მაშინ როგორ ამალდეთ იმას რომ სამძიმარი არ გამოხატა ამ თეატრის დირექტორმა როგორ არ ვიქნებოდი შეიძლება დისციპლინა არ იყო მაგრამ სოციალური ქსელი შეიძლება ხო რომ გამოხატოს სამძიმარი არაერთი ფორმით თეატრმა გამოხატა არ თქვა თორე ანუ მართლა შეჭამენ ანუ ეხა ვინც მოიწ არა არ იყო ბევრი კოლეგა არის დასვენებაში ბევრი მისი მეგობარი დააკლდა მაგრამ სოციალური ქსელითაც შეიძლება ხო რომ გამოხატოს სამძიმარი მე ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა და შენ სამძიმარი მე ვიყავ და ეს მაგრამ აქ ლაპარაკია დირექტორზე სამხატვრო ეს ახლა კერძო მოდით გავაგრძელოთ პირდაპირ ეთერში მოვლენების გადაცემა მე გეტყვით იმას რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს ხვდებოდა ნუკრი ქანთარია რომლისგანაც მსახიობებს სურდათ განმარტების მოსმენა თუმცა ნუკრი ქანთარია მოულოდნელად შეხვედრის დაწყებიდან მალევე დატოვა ეს შეხვედრა შეიძლება ითქვას რომ ის გაიქცა
თეატრიდან და მცირე კომენტარის ჩაწერა მოვახერხეთ, რომელსაც რამდენიმე წუთში შემოგთავაზებ და მან თქვა, რომ ადგილზე მოუწყვეს პროვოკაცია და სწორედ ამიტომ ტოვებს ის შეხვედრას. მე გეტყვით იმას, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენის ტერიტორიაზე ამ წუთებში მსახიობები შიდა ტერიტორიაზე თათბირობენ. ჩვენ მქონდა მცდელობა მოსაზრებების პირდაპირ ეთერში გადაცემისა, თუმცა მსახიობებთან მცირე ნაწილმა ჩვენი დარბაზიდან გამოსვლა მოითხოვეს. თუ არ წავა თქვენ გასაპირებ, თქვა, როგორც ერთი მსახიობიან დასცის პოზიცია როგორია? ეგ არ განიხილება, რომ არ წავა, აუცილებლად წავა. იმიტომ რომ მისი მხრიდან იყო მუხარა, რომ ეს დღეს იყო მუხარა, თუ მანამდე ეს იყო მუხარა. სანამ მუხარა, მეგი კაი ვიცი გავი. რა თქვა შეხვე? იცით რა? ეს უნდა ნახვა, მეგი, ეგ სახელმწიფოს დოქტორატია. რას გინდა, რეპეტიციები არ მეგი, ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს და სწორედ ამიტომ დატოვა შეხვედრა. ჩვენთან საუბარში ეს აღნიშნა, რა ხდებოდა შიგნით? დაიწყო საუბარი იმაზე, მაგრამ ადამიანმა არც მოგვისამძიმრა. ან მას ხეს არც უხსენებია თავისი თოთაკათამაზე. ხაისა დაიწყო ეს შეხვედრა. პირველი რაც ახსენა იყო მოწვეული მსახიობები და გასწორებზე რომ დაიწყო ლაპარაკი შეაწყვეტინა ავტოკარჩავამ. და თქვა, რომ პროვოკაცია მომიწყვეს შიგნითო და ამიტომ დატოვა შეხვედრაო. არა, თავად ნუკრი ქანთარიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს შეხვედრაზე. მე აბსოლუტურად მისმის ამ ადამიანების მსახიობების გულის ტკივილი. ყველას გვესმის, იმიტომ რომ ადამიანთან ერთად ეს ბიჭი აქ გაიზარდა, აქაურია, ბათუმელია, ჩემო ძვირფასო და გარდაიცვალა. ამაზე დიდი ამაზე არავინ დაობს. ქალბატონო მაკო, ახლა სხვა კითხვები არის. ის რომ თეატრი არის სახელმწიფო სტრუქტურა. თეატრი, როდესაც დებს განცხადებას, იქ იგულისხმება ცალკე რეზო, ისა რა ქვია, ირაკლი დევაძე, ყველა თანამშრომელზე არ არის ლაპარაკი. იქ არის საერთოდ თეატრი, რომ გულს წყვეტას გამოყენებს. გასაგები. აქ ნუკრიცი გულისხმება ყველას. ხალხო, ნუ გადავიდეთ. მაშინ ასე კითხავთ, ქალბატონო მაკა. მაშინ ასე კითხავთ. თქვენ და ქალბატონო მაკა. არ შედგა და იყო და მე გასწრებული. მომისმინე. დაიწყო ლაპარაკი გასტროლზეო. არა, უბრალოდ ნუკრიმ დაიწყო საუბარი იმით, რომ მინდოდა დაეწყო დღევანდელი საუბარი, რომელიც ერთი თვის ადრე იყო დანიშნული ამ თემაზეო, მაგრამ ვინაიდან ასეთი ამბავი დაგვაწყდა თავსო, აპირებდა სხვა რამის თქმას. უნდა არ დაწვა. გასაგები. ქალბატონო მაკა, რატომ ვიღაცა როგორ შეიძლება სხვისი სახელით რამე ილაპარაკო? შენ ყოველთვის ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს საკუთარი სახელით. მაგრამ მე ვამბობ ერთ რაღაცას და ეს არ ამოჭრა დავიცი. პირდაპირ ეთერში ვარ. ხო, არ ამოჭრა. ადამიანი რომელსაც ამ ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი არ აინტერესებს თუ გულგრილია. აი სადაო, არავინ ხდის ამას სადაოს, ქალბატონო მაკა, სადაოს სხვა კითხვები არის, კონტექსტი სხვა არის. გავიგეთ. იცით რა კითხვა გაქვს, ქალბატონო მაკა, მაშინ რატომ აღმოჩნდით თავის მართლების რეჟიმში თქვენ და რამდენიმე არის? აი ახლა გიწევთ განმარტება თავს იმართლებთ რომ მანანა მენაბდე გარდაიცვალა. რა ქნა რეპეტიციაზე არ ვიყო. რეპეტიციაზე არ ვიყო. აი როდესაც გარდაიცვალა, ვინ გარდაიცვალა ბოლოს? ბრეკა გარდაიცვალა. მოზარდ მაყურე ბრეკაშვილი სასწაული მსახიობი. რა ქნა ძიმა ღვთისიაშვილმა შეწყვეტოს რეპეტიციები და ახალი იყოს რეპეტიცია. კაცმა თქვა რეპეტიციაზე გიეში და მე ვარ ანუ სამძიმარზე მისვლას დიდი დრო ჭირდება რეპეტიცია. ეხლა ერთ რაღაცას გითხრა. ბატონი მიკა ქანთარიას ასოჯი. შიში 1000 რაღაც ხო? ოჯახი პრობლემები, საჭიროებები ყველა ოჯახს გააჩნია. მომისმინე რაღაცას გეუბნები. ეს ადამიანი ზაფხულია, სულ არის აქ მუშაობს. წავიდა დასასვენებლად სადღაც.
ოჯახთან ხო? და ვერ ჩამოვიდა. მაგრამ გააღო თეატრის კარები, გააკეთა დახმარება, როდესაც ეს ადამიანი ეთხოვდა დახმარებას და ავადიყო, დახმარება დაუწია თეატრმა. დახმარება დაუწია კულტურის სამინისტრომ, განათლების ყველა ადამიანმა, თითოეულმა ადამიანმა. და ეხლა პერსონალური მაინც და მაინც რატო? აი ეს არის მაინც და მაინც ამაზეა ლაპარაკი, აი პრინციპი რა. მაშინ დასის უმრავლესობის ამ პოზიციაზე რას გვეტყვით თქვენ? რას ფიქრობთ თქვენ? რატომ აქვთ დასის წევრების თქვენ რა შტაბ-ბიჭირება და აღქმები გრჩებათ მათ პოზიციებზე? მე ვარ მსახიობი. თქვენ რა თქვენი კოლეგების პოზიციებზე რა აღქმები გაქვთ? ფიქრობ ჩემ კოლეგას ატვისცენ, მე აქ ვარ ჩამოსული ადამიანი, მე არ ვარ ბათუმელი, მე ყველა ბათუმელს დიდი მოკრძალება, დიდი პატივისცემა, ვინც აქ დამხდა, ვერც ერთი დასის წევრი ვერ იტყვის იმას, რომ მე რაღაცა უზრდელად შემოვედი ამ თეატრში და ამას ყოველთვის ვიზიარებ მათ სიხარულს, მათ უწუხარებას და თუ ვინმე ჩემს უწუხარებას და სიხარულს არ გაიზიარებს, მე ნამდვილად არ ვიქნები ნაცხენი და არ მოგიწევთ და არ დავიწყებ პირველ წიგნს. იმიტომ რომ მე ახლა 4 თვე თეატრის დასში არ ვიმყოფებოდი, მე ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა, ვერ და მოუწია ხელმძღვანელს, რომ ჩემი გაშვება. და ძალიან ბევრი არ მოსულა და არ ვთქვას, რომ ძალიან გასაგები. მარტო დღეს შენ მარტო ხელა დედამ, რომ ხელფასი დაკარგე, სამუშაო დაკარგე, მოგეხსენებათ რა რთულია დღეს ხელფასის გარეშე მარტო ხელა ქალის დარჩენა, რომელიც ქირი ცხოვრობს. მაგრამ მე ხა მეწყინოს ამ ადამიანებისგან. გასაგებია. რას გვეტყვით? იგივე ტრაგედიაა, როცა სამსახურის გარეშე რჩება. ამიტომ ამაზე რაღაცა სასაცილოა რა ლაპარაკი. რას გვეტყვით ნუკრი ქანთარიას მმართველობაზე, რომელიც გამორჩეული არის რეპრესიული დამოკიდებულებებით იმ მსახიობების მიმართ, რომლებიც კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ, მათ შორის პროევროპული აქციების მონაწილეები არიან. მე აი გარდაცვლილი ადამიანიც ძალიან ისეთი გამოირჩეოდა ამ კუთხით, მათი აზრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და მე არასოდეს კრებაზე ყოველთვის რაც მინახავს, არასოდეს არ მახსოვს ბატონო ნუკრი ქანთარიას მიმართ სხვისი მისამართით უზრდელური დამსჯელობითი დამშელობითი მაგალითები გვახსოვს, ფინანსური სანქციები, მათ შორის ვიცით რომ გაფრთხილება გამოუწერა რამდენიმე მსახიობს. გაფრთხილის რეჟიმში იყვნენ ისინი, ხომ? საყოველთაო გაფრთხილის რეჟიმში. საყოველთაო გაფრთხილის რეჟიმში რო იყვნენ, რა ვიცი, მსახიობმა უნდა ითამაშოს თეატრში, როცა ხარდა ხელფასი და უნდა ითამაშოს. მე ვიცი რომ რაღაცის მიმართ ქალბატონო მაკა რაღაცის მიმართ თქვენ რო პროტესტი გქონდეთ და გაიფიცოთ, ამის გამო თქვენ ხელმძღვანელობამ უნდა დაგსაჯოთ? იცი რამდენი რამე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ხო, მაგრამ გაფიცვა ხომ ადამიანის უფლებაა? კონსტიტუციური უფლება. მაგრამ არსებობს კიდე სახელმწიფო სტრუქტურა, როცა ჩემ ხარ. ნებისმიერ გოლში შეუძლია ადამიანს გაიფიცოს კონსტიტუციური უფლება. არა, კონსტიტუციური უფლება, გაფიცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ამის გამო არ უნდა სჭიდეს ხელმძღვანელი. რომ ჩვენ ეხლა უნდა ვიყოთ უნდა რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ ეს პროექტები დავალაგოთ. როგორ აპირებთ შვიდად მუშაობის გაგრძელებას, როცა დასის უმრავლესობა კონფლიქტში არის სამხატვრო ხელმძღვანელთან? კი ბატონო, მაინც უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება დავალაგდეს. როგორ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება დაალაგდეს? ეს უკვე სამხატვრო ხელმძღვანელის და დასის პრეროგატივა არის. მე ყოველ შემთხვევაში ვერანაირ უარყოფით როც ვერ ვითამაშებ, ერთი რამ შემიძლია თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ოთო ქათამაძე ნათელი მის სულს იყო განსხვავებული აზრის, მე ვიცი რომ ოთო სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის მსახიობი იყო და აი მაგალითად ამის გამო არ გაუთავისუფლებია ბატონ ნუკრის, იმიტომ რომ სხვა მოსაზრება ჰქონდა. აი თუნდაც ეს ფაქტი არის ის რომ თუმცა განსხვავებული მოსაზრების გამო არაერთხელ დასაჯა ის. განსხვავებული მოსაზრების გამო.
არა, ეს არის ფაქტი არის. ფინანსური საქცია გაფრთხილება. ეს საშელის ერთ-ერთი ფორმაა. მე როდესაც ვერ უარი მომიწია სპექტაკლში თამაშზე, მომისმინე მე უარი მომიწია ბათუმის თეატრში სპექტაკლზე თამაშზე. და ამის გამო მე გამათავისუფლა ბატონმა ნუკრი ხანთარმა. მე მაგალითად არ გამჩნია კითხვა, რატომ? იმიტომ რომ მე უარი განვაცხადე სპექტაკლში თამაშზე. გასაგებია. უარი თუ უნდა განაცხადო აქ შენ ნებაზე რაღაცები აკეთო, ესე არ გამოვა ჩემო. დიახ, ვინაიდან ნუკრი ხანთარიან ბათუმის დრამატულ თეატრში დაგაბრუნათ, სწორედ ამიტომ მისი ასე ვთქვათ დაცვის ის შეითავსეთ ახლა ფუნქცია, იმიტომ რომ თქვენ ხართ მის პოზიციებს იცავთ და მისი ქმედებების გამართლებას ცდილობთ. თუმცა თქვენ ხართ ერთადერთი ამ შემთხვევაში, ვინც ნუკრი ხანთარიას ქმედების გამართლებას ცდილობს, მათ შორის იცავთ პოზიციებით მას. არა, მე შემიძლია ერთადერთი რამე ვთქვა მის მაგივრებს. დაწინებულად ძალიან გული გაცხდა და ზუსტად ვიცი ძალიან გული გაცხდა. მადლობა, მაკაშალი კაშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ამ წუთებში მსახიობები ხვდებიან ერთმანეთს. თავდაპირველად შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, ნუკრი ხანთარია ხვდებოდა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან მალევე ხანთარიამ დატოვა შეხვედრა და გაიქცა ის ამ ტერიტორიიდან. ჩვენთანაც ძალიან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ადგილზე მოუწყვეს პროვოკაცია და სწორედ ამიტომ მან დატოვა შეხვედრა და წავიდა ამ ტერიტორიიდან, თუმცა ახლა მსახიობები კიდევ ხვდებიან შიდა ტერიტორიაზე ერთმანეთს. მოდით გავაგრძელოთ ხვების მოსმენა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. შეხვედრა დაიწყო, წავიდა ნუკრი ხანთარია, თქვენ კითხვის დასმა მოასწარით თუ არა? და მისი ეს გადაწყვეტილი რატო გაიქცა ის აქედან? ანუ რა ხდებოდა შიგნით ისეთი, რის გამოც ნუკრი ხანთარია ტერიტორიიდან წავიდა? რატო არ გინდათ პოზიციის გამოხატვა? აი ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის დრამატულ თეატრში. ჩვენ ცხადია გვინდა რომ შიდა ტერიტორიაზე დავესწროთ შეხვედრას, თუმცა ამის შესაძლებლობას მსახიობები არ გვაძლევენ. მაია აკეთებს კომენტარს, მოდით მოვსმინოთ. საქართველოს ჩემზე მიეყარა ზუსტად ვიცი, ოღონდ მე ვიცი რა სიმებით უნდა შევეხო საქართველოს თემებს, თუ ახალგაზრდამდე მივიტანოს და თვალი გული არცად არ გაეცეს. ისევ აქ მოვიწევ გავიქცე. აი ეს იყო კაცი, რომელსაც მოდი ხა ბოდიში მოგეთქვით, იმიტომ რომ მე ვიგებდი ძალიან მცირე ნაწილით გითხავთ. დიახ. იცით, მაია ცეცხლაძე, ქალბატონო მაია, ნუკრი ხანთარიამ შეხვედრა როცა დატოვა, მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შიგნით მოუწყვეს პროვოკაცია და ამიტომ დატოვა შეხვედრა და გაიქცა ფაქტობრივად კადრებში ასე ჩანს. პროვოკაცია და 3 წელია მწიგდება და ეს იყო წითელი ხაზი. ეს იყო ბოლო ადამიანი. აი ხალხო, ჩემს ხელში გაზრდილი ოთია ქათამაც. ჩვენ ერთად ვითამაშეთ მისი პირველი სერიოზული როლი ეთამაშე ჩემს. დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა. ის პლის რო ეს არაფერი არ არის, ისა. მე მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი უგულურება, სულობა, რა ადამიანობა და ასე შემდეგ. იმას ეს პლის ესაც ჩვეულებრივი ამბავი. მე არ მგონია რომ ვინმე ეს შური იძლია პერსონალურად. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი იმდენად არასულიერია ეს კაცი, იმდენად არის შემოქმედებითი ბუნება აქვს. ადამიანის გარდაცვალებაც მისთვის არის გადაიცვალა, დამთავრდა, ხელფასი გათავისუფლდა, ეხლა ვიღაცას მიიღო. აი ეს კეთილი მადლობა მაია ცეცხლაძეს უსმენდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მსახიობები ხვდებიან ერთმანეთს მცირე სცენაზე და რომლის შემდგომაც ზოგიერთი მათგანი გამოდის შეხვედრიდან, აკეთებს შეფასებებს. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ
ნუკრი ქანთარიაც გადაწყვეტილებაზე რომ შეხვედრა დატოვა, რა შეგიძლიათ გითხრათ? აი მსახიობთა ნაწილი კითხვებს თავს არიდებს და არაფასებს იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ნუკრი ქანთარიამ პატივი არ მიაგო გარდაცვლილ კოლეგას და სამძიმრის წერილი არ გამოაქვეყნა. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ თქვენი სათქმელიც რომ გითხრათ, ნუკრი ქანთარია გაიქცა შეხვედრიდან, რა გახდა ამის მიზეზი და თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ? თქვენ ეხსრებოდით შეხვედრა? კეთილი, კარგით. ხო, მსახიობთა ნაწილი ერიდება მოსაზრების გამოთქმას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შეხვედრა დაიწყო, თუმცა მალევე ნუკრი ქანთარიამ შეხვედრა დატოვა და ის გაიქცა ამ ტერიტორიიდან და მცირე კომენტარი გააკეთა ჩვენთან, და აღნიშნა, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს, თუმცა მსახიობები თავის მხრივ ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი და ფაქტს ადგილი არ ქონია. თავდაპირველად შეხვედრა დაინიშნა იმიტომ, რომ მათ ესაუბრათ ოთო ქათამაძის სამძიმართან დაკავშირებით, თუმცა ნუკრი ქანთარიამ შეხვედრის მიმდინარეობას არც კი შეიმჩნია და საუბარი დაიწყო გეგმებზე, რის გამოც მსახიობებს გაუჩნდათ პროტესტი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეგიძლიათ ნუკრი ქანთარიას ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე რა შეგიძლიათ თქვით? თქვენ როგორც მსახიობ თქვენ რა შთაბეჭდილება დაგვრჩათ ის რომ აი შესაძლოა ქონოდა მას რაიმე მიზეზი თუნდაც სოციალურ ქსელში არ დაეწერა. არა თქვენ შეაფასეთ ფაქტი, ქალბატონო. შესაძლოა მსახიობთა ნაწილი ფიქრობს, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ფაქტის შემდგომ, იმიტომ რომ მუშაობა შეუძლებელია. რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ნუკრი ქანთარიამ? მათ შორის ანუ დატოვოს უნდა თქვით თქვენს რა შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს აღქმა იმისა, რომ ვინაიდან ოთო ქათამაძე იყო პროევროპული აქციების მონაწილე, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკული განწყობებით გამოირჩევა. ალბათ პიროვნული ქონდა მის მცდელობა, თუმცა ის გაიქცა ამ ტერიტორიიდან, ვერ მოვახერხეთ ამ. რეპლიკის სახით თქვა შეხვედრის შემდგომ, რომ პროვოკაცია მოუწყვეს ადგილზე და იმიტომ წავიდა და დატოვა. კეთილი. მადლობა. დიახ, ასეთი არის შეფასებები ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებისა. ისინი ხვდებოდნენ ნუკრი ქანთარიას, თუმცა მოგვიანებით ნუკრი ქანთარიამ ფაქტობრივად შეხვედრის დაწყებიდან მალევე დატოვა, გაიქცა
ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე კითხვის დასმა, თუმცა უმრავლესობას მან არ უპასუხა და ერთადერთი რეპლიკის სახით რაც თქვა მან არის ის, რომ ადგილზე მოუწყეს პროვოკაცია და სწორედ ამიტომ დატოვა შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობთა დიდი ნაწილი ნუკრი ქანთარიას ქმედებას უარყოფითად აფასებს. საუბარი არის იმაზე, რომ ნუკრი ქანთარიამ ოთო ქათამაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი, მათ შორის არ მივიდა თეატრში პანეშვიძე და სწორედ ამიტომ მსახიობთა დიდ ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება და ეს ქმედება შეუძლებელია შეფასდეს დადებითად და სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ მას არ აქვს მორალური უფლება იმისა, რომ გააგრძელოს მუშაობა ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობებთან და სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ნუკრი ქანთარიამ და დატოვოს აღნიშნული თანამდებობა. მე შევახსენებ მაყურებელს იმას და აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნუკრი ქანთარი არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, ის არის ყოფილი მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, უფრო სწორად იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომლის შემდგომაც გააგრძელა უკვე საქმიანობა ბათუმის დრამატულ თეატრში და მისი საქმიანობა გამორჩეული არის რეპრესიული დამოკიდებულებებით. საუბარი არის იმაზე, რომ ვისაც კი გააჩნია კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მიმართ, მათ შორის არიან პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები, მათ როგორც ფინანსურად ასანქცირებს, ასევე გაფრთხილებასაც უწევს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც საგაფიცვო რეჟიმში იმყოფებოდნენ. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით.